დღეს არის ოთხშაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ შუადღე განსაკუთრებულად დიდ დროს უთმობს საქართველოს რეგიონებს. დღეს გვინდა ჩვენ წყალმომარაგების საკითხზე ვისაუბროთ, რომელიც ბევრგან ისევ დიდ გამოწვევად რჩება. 2025 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა დაახლოებით 503 მილიონი ლარი შეადგინა. დღის მდგომარეობით ქვეყნის 100-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობს წყლის მომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქალაქ ხაშურის წყალმომარაგების უზრუნველყოფაა და შუადღეს სტუდიის სტუმარია საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე სალომე ვაშეკიძე და ის უპასუხებს ჩვენ კითხვებს. მოგესალმებით სალომე, მადლობა გადაცემის სტუმრობისათვის. პირველ რიგში მე ვახსენე ხაშურის პროექტი და ამით დავიწყოთ, რას მოიცავს ეს პროექტი, რა ადგილები მომარაგდება წყლით, იქნება თუ არა ეს მხოლოდ ქალაქი ხაშური თუ იგულისხმება მიმდებარე ტერიტორიაც. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა თქვენი გადაცემით დრო, როგორიც არის წყალმომარაგება, რაც შეეხება ხაშურის პროექტს. ხაშურის პროექტი ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ ლარს და პროექტის ფარგლებში ქალაქ ხაშურში, ზემო ოსიაურში, ქვემო ოსიაურში და ასევე ცხრამუხაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს 200 კილომეტრი წყალმომარაგების და 45 კილომეტრი წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. რა თქმა უნდა, პროექტის დასრულების შემდგომ აღნიშნულ ლოკაციებზე მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. ასევე აშენდება ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების სათავე-ნაგებობა, რეზერვუარები და მაგისტრალური მილი. აქვე მინდა რომ აღვნიშნო, რომ პროექტის განხორციელებას თან ახლდა ბევრი გამოწვევა, ხარვეზები, რისთვისაც კომპანიის სახელით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გვინდა რომ ბოდიში მოვუხადოთ შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას, თუმცა ამ ხარვეზების და გამოწვევის მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, კომპანია და სამინისტრო აქტიურად მუშაობს და პროექტის დასრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, გზის საფარის ნაწილი ასევე იქნება უზრუნველყოფილი და აღდგენილი გზების დეპარტამენტის მიერ. ასევე სულ ახლახანს გავაფორმეთ ხელშეკრულება ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კომუნალური სექტორი გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს და ზუსტად ამიტომაც ძალიან დიდია კომპანიის პასუხისმგებლობა, რომ რაც შეიძლება შევამციროთ მავნე ზემოქმედება და ხაშურში ზუსტად აშენდება ასეთი გამწმენდი ნაგებობა და ასევე დამატებით ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გათვალისწინებით გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა მზის პანელები, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას ოპერირებისთვის. სალომემ, რა ვიცი, ჩვენც გკითხები რაღაცები მინდა რომ გკითხოთ, შენ დაიწყე, მე გავაგზავნე. ნუ პრინციპში მნიშვნელოვანია თქვენ აღნიშნეთ, რომ 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს ეს პროექტი, უფრო მეტი რომ გვითხრათ აი ამ ნაწილზე და შემდეგ აქამდე არ იყო ხო? არა, არ იყო გრაფიკით არის და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქების წყალმომარაგება კომპანიის მთავრობის სახელმწიფოს 10 წლიანი სტრატეგიის მიხედვით ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს და კომპანიის დაფარვის არეალში არსებული ქალაქებიდან დაახლოებით 65% 25 წლის ბოლოს უკვე იქნება უზრუნველყოფილი ხაშური მათგან ერთ-ერთია. რა თქმა უნდა და ხოლო დარჩენილი ქალაქების მოსახლეობა ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო 15% კიდე არის რომელიც 27 წლის ბოლომდე დაახლოებით ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო. ანუ ამ პროექტის ფარგლებში გადიხართ სხვა რეგიონებში, არა, ეს ხაშურის და დამატებით კიდევ სხვა ქალაქებში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალაქებში. ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც გადაგაკეთებთ შენ გამარჯვებულად ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ანუ გრაფიკის ამ შემთხვევაში ეს გრაფიკი მოისმობა 24 საათიანი რეჟიმით აღდგება წყლის მომარაგება, მაგრამ მე აი სხვა რაღაცებიც მაინტერესებს, სხვა ქალაქებში როდიდან დაიწყება ეს ყველაფერი, სადაც არის ამის პრობლემა. კი ბატონო, ცოტა შესავლით დავიწყებ, რომ ზოგადად წყალმომარაგების სექტორი საკმაოდ დიდი გამოწვევები არის წყალმომარაგების სექტორში და ამის პარალელურად საპასუხოდ მუდმივად მზარდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრები და თქვენც
აღნიშნეთ, რომ 2025 წელს 500 მილიონი შეადგინა საპროგნოზოდ ინვესტიციებისთვის გამოყოფილმა რესურსმა, რომელიც 2012 წელთან შედარებით 15-ჯერ არის გაზრდილი და ანალოგიური მაჩვენებელი 2012 წელს 34 მილიონი ლარი იყო. ასევე ამ წლების განმავლობაში 3 მილიარდ ლარამდე არის დახარჯული უკვე ინვესტიციებისთვის, რომელიც გულისხმობს როგორც ქალაქებს, სოფლებს, დაბებს და წყალმომარაგების და წყალარინების პროექტებს, რა თქმა უნდა. და როგორც აღნიშნე, ქალაქები მათ შორის არის ერთ-ერთი სტრატეგია და რა თქმა უნდა, სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფაც და სოფლების მიმართულებით გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდ მასშტაბიანი ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით. ამ ეტაპზე ასევე გამოცხადებული გვაქვს საპროექტო მომსახურებაზე ტენდერები და რომლის სამუშაოების დასრულების შემდგომაც, რა თქმა უნდა, სოფლებში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები წყალმომარაგების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ არის ყველა მიმდინარე პროექტი, ასევე 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები არის მიმდინარე დაახლოებით 100-ზე მეტ ლოკაციაზე და ეს ყველა პროექტი როგორც ქალაქს მიმდინარეა, როგორც ქალაქს, ასევე სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ძალიან დიდი მადლობა წარმატებები თქვენ ჩვენთან ერთად საზოგადოებასთან ერთად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მით უმეტეს, როდესაც გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება ჩვენთვის ყველასთვის მთელი საზოგადოებისთვის. ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის. ჩვენი სტუმარი იყო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე სალომე ვაშეკიძე და წარმატებები თქვენ ბევრი პროექტი. სლოგანს ვეტყვით ამთა შენინებართვით თუ შეიძლება ეს სლოგანი ისეთ გამოგვადგება ყველა საქართველოს ყველა რეგიონი მუდმივი წყლით. აუცილებლად ზუსტად ამიტომ მიმდინარეობს რამდენი პროექტი. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა.